ჰეი, არის საკვინმე? ამოგა სახლში ხარ? ეს საშიშია. ნუ გავაკეთებ ამას. ბოდიში თავი ვერ შევიკავე. რატომ არის აქ ასეთი სიბნელე? რატომ და? ჩვენ გადავწყვიტეთ ღამის წვეულება გაგვემართა. ჩვენ, კიტი, მაქსმა და ჩაკმა. ჩვენ აქ ვართ. საშინელებათა ისტორიებს მოვყვებით და სამაგიდო თამაშებს ვითამაშებ. და კონსოლზე ვითამაშებ? დაივიწყე კონსოლი. სუმცირე ერთი დღით მაინც. და მარშმელოუ ვიყიდე. შეგვიძლია შევწვათ. კარგი, მარშმელოუს დასამზადებლად ცეცხლს დავანთებ. თუ გაგიჟდი? სახლში ცეცხლს არავინ არ დაანთებს. მაშინ როგორ შევწვათ? ღუმელში ან ტაფაში შევწვალ. ჯანდაბა, ეს ცუდია. კარგი. მაშინ გარეთ გადი და იქ შეწვი. არანაირად, გარეთ ცივა. მარშმელოუ უკვე აქ არის. ისეთი გემრიელი სუნი აქვს. მარწყვის არომატი არა აქვს. ჩაკ, მარწყვის არომატი თვითხოვე. ასეთი მარშმელოუ არ იყო. რაც გაქვს ის ჭამე. საერთოდ ეს ის მარშმელოუ არ არის. მეორე უნდა გეყიდა. შეწყვიტე ჩხუბი. ჩვენ აქ გასართობად შევიკრიბეთ. რატომ ჩხუბობენ ჩაკი და კიტი გამუდმებით? ისინი ყოფილი წვილი არიან. კარგი რა. ისინი კვლავ ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. ზად ხართ საშინელი ისტორიების მოსაყოლად? მე არც ერთი ისტორია არ ვიცი. არც მე. წვეულების შესახებ იცოდით. შეგეძლოთ რამდენიმე ისტორია მაინც მოგეფიქრებინათ. მაშინ შენ შეგიძლია თქვა? არ მინდა პირველი ვიყო. მიდი რა, კიტი. გვინდა მოგისმინოთ. კარგი, მაშინ ყურადღებით მოვისმინეთ. ძალიან ბნელ ტყეში იყო ძალიან ბნელი ქოხი. და ამ ქოხში იყო ძალიან ბნელი ოთახი, რომელშიც იმალებოდა საკმარისია. შენი ისტორია ძალიან ცუდია. ეს არჩერ მაინც მომისმენია. თუ ასეთი ჭკვიანი ხარ, თავად მითხარი რამე. ხო, მან ველაფერი ვერ მოიფიქრა. ნუ ჩხუბობთ. ისტორიას მოვყვები. მე ის ფურცელზე მიწერია. კარგი, მაინტერესებს მოსმენა. ეს არის ამბავი ორ მეგობარზე, ტოლიასა და ფედიაზე. ერთ ზამთარში ბიჭები მდინარეზე წავიდნენ. სულისთვის საუკეთესო დროა. ტოლიამ ფსონი დადო, რომ ფედია თხელყინულზე მეორე მხარეს ვერ გაიქცეოდა. მან თქვა, რომ ფედია ვერ გაბედავდა. ბიჭებს ასეთი სულელური გართობები აქვთ. ფედიას სურდა დაემტკიცებინა, რომ არ ეშინოდა და დაჰპირდა, რომ წაგების შემთხვევაში ტოლიას ყურსასმენებს მისცემდა. რასულელია? მომეცი საშუალება მოусმინო მას. ფედია წინ მიიწევდა. ის ყინულის ნაპირებზე ხტუნავდა, სადან მეორე მხარეს არ გადავიდა. მაგარია, ამას ვერ გავაკეთებდი. ტოლიამ ფსონი წააგო და ძალიან გაბრაზდა. მანაც გადაწყვიტა მეორე მხარეს გადასვლა. მაგრამ ყინულიან წყალში ჩავარდა. ის ამას იმსახურებდა. რა ბოროტი ხარ? შენს მეგობარს ასე არ უნდა მოექცე. ფედია წყალში გადახტა და მეგობარი ნაპირზე გამოიყვანა, თუმცა თავად ვერ გამოვიდა და ყინულიან წყალში დაიხრჩო. როდესაც ტოლია სახლში დაბრუნდა, არავის არაფერი არ უთხრა. უშმარია, ამ ტოლიას მოკლავდი. ქალაქის ყველა მსხურები შეიკრიბა დაკარგული ბიჭის საძებნელად. ყველა ტოლიას გარდა. ის სახლში დარჩა და ყურსასმენებით მუსიკას უსმენდა. ყურსასმენები ფედიას წაართვა. ტოლია თვლიდა, რომ დამხჩვალ მეგობარს ისინი აღარ სჭირდებოდა. ეს ამბავი არ მაშინებს, მხოლოდ მაღიზიანებს. 6 თვე გავიდა, ზაფხული დადგა. ტოლიამ დინარეში დაბრუნდა ცურვისთვის. უეცრად ვიღაცამ ფეხში ხელი ჩაალო და ფსკერში ჩაათრია. ბიჭმა ჩაზირვა დაიწყო. ნელ-ნელა ფსკერისკენ დაეშვა და თავისი მეგობრის სახე დაინახა. ფედიამ დინარის ფსკერიდან შეხედა მას, რომელიც მეგობარს წყალში უფრო და უფრო ღრმად ათრევდა. ზღვაზე წასვლა უკვე აღარ მინდა. აბაზანაში შესვლისას კი მეშინია უკვე. ამბობენ, რომ ყოველ ზამთარს, როდესაც პირველი ყინული ჩნდება, დინარიდან ბიჭის მოჩვენება გამოდის და ახალი მსხვერპლის საზებნად ემზადება, რათა ისინი მდინარის ფსკერზე წაიყვანოს. ვაუ, რა საშიშია. კარგი რა, ეს უბრალოდ ისტორიაა. მაინც საშიშია. არა მგონია დიანაზე უფრო საშინელი ისტორია რომ მოვიფიქრო. არც მე. ყურადღება გადავიტანოთ და რამე თამაში ვითამაშოთ. კი, ამის შემდეგ დასვენება გჭირდება. ცხელ კაკაოს გავაკეთებ, მოდუნებაში დაგვეხმარება. ჩაკის გარაშე დავიწყოთ. ასე არ გამოვა. უნდა დაველოდოთ. ნუ ღელავ, ის მოგვიანებით მოვა. კარგი, მოდი ნიანგი ვითამაშოთ. ნიანგი? რა არის ეს? ერთი ადამიანი სიტყვას ქმნის და ჭუმა დაჩვენებს. დანარჩენება კი უნდა გამოისნომ რა სიტყვაა. ვინც გამოისნობს, შემდეგ სიტყვას ისახსნის. კარგი, მზად ვარ სათამაშოდ. კარგი, დავიწყებ. დიანა, მომისმინე. დიანა, ცოტა გაუგებარია. თოლია ხარ? სხვა რამე მაჩვენე. არ ვიცი როგორ. თოლია ხარ? რაღაც სხვა. ჩიტი? სხვა რამე. ყორანი? არა. ტრედი? კი, მართალია. კიდევ ერთხელ. ვერ გავიგე. მაშასე მზად ხართ?
კარგი, გასაგებია. ბაყაყი. მართალია. სახალისო იყო. სხვათა შორის სად არის ჩაკი? დიდი ხანია წავიდა. ო, კაკაოს დიდი ხანია ველოდები. კიტი შეგიძლია ნახო სად არის? და რატომ კიტი მაშინვე? მე მისი დედა ვარ? კარგი, ვიღაც ხომ უნდა წავიდეს. გაუშვით მაქსი. ის მისი ძმა. არა, მე აქ ვჩები. დიანას საშინელებათა ისტორიამ შეგაშინა? ცოტათი კი. მაქსიმ შიშარა. გაჩერდი. სწავალ შევამოწმებ. უბრალოდ შენც არ დაიკარგო. ისე ვითამაშოთ თუ დაველოდოთ მათ? ეს დიანა. რა მოხდა? რატომ ყვიროდი? შეხედეთ. ეს რა არის? სისხლია? ეს უბრალოდ კეჩუპია. ჩაკმა ალბათ დაღვარა. სად არის თავად ჩაკი? მე ის ვერ ვიპოვე. ჩაკ, გვიპასუხე. სად ხარ? არის აქ ვინმე? ჩაკ, გამოჩნდი. სასაცილო არ არის. რანე იპოვეთ? მე ვერაფერი. ისე წავიდა. ყვარიც კი არ დაუტოვებია. ეს ძალიან უცნაურია. რა მოხდება თუ მოჩვენებამ წაიყვანა იგი? მართლა გჯერათ დიანას საშინელებათა ისტორიის? დიანა, უთხარი მაქს რომ ის მოიგონე. კი, მაქს. ეს ყველაფერი ზღაპრებია მეგობრების შენ შესაშინებლად. თვითონ მოიგონე? მომიყვეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიმართლე არ არის. ასე რომ შენ ზუსტად არიცი. კარგი რა, მოჩვენებები არ არსებობენ. მოდი ჩაკივეძებოთ. ბავშვებო, მოდით დარეკონთ შადოთ. მაქს, მისი ნომერი გააქვს? კი, ახლავე დაურეკავ. როგორც ჩანს, ჩაკმა ტელეფონი ამ ყუთში დატოვა. საინტერესოა რატომ? მოდით ნახოთ. ეს ჩაკის ხელია? არ ვიცი. და თავად ჩაკი სად არის? აქ ნამდვილად არაა. კიტი, ახლა არ უნდა ვიხუმროთ. წულხვარ, თავი ვერ შევიკავე. არ ვიცი აქ რა ხდება, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მაქს, რატომ ხარ ასეთი მშვიდი? არ ღელავ შენს ძმაზე? არც ისე. რა? არა მგონია რომ მისი ხელი იყოს. და ვისია? ჩემები ორივე აქ არის. და ჩემების. და კიტისების აქ არიან. მაინც არ მჯერა, ძალიან უცნაურია. ჩაკი მეორე სართულზე ვეძებოთ. ანის რას მისგან დარჩა. კიტი! თავი ვერ შევიკავე. ამაკა ფრთხილად იყავი მაქსთან. მისი ნდობა არ შეიძლება. რაზე ლაპარაკო? მე მგონია რომ სწორედ მან მოიშორა ჩაკი. რატომ გააკეთებდა ამას? ვინ იცის? იქნებ ვიდეო თამაშებთან დაკავშირებით იყოს რამე. ეს სისულელია. აბა ვინ? მაქსი სულაც არ ვეკვირებულა ამ საზიზღარე ხელით. გონი კიტიმ გააკეთა. კიტი? გამორიცხულია. დაფიქრდი, ის და ჩაკი გამუდმებით ჩხუბობენ. და მისი ხუმრობები ხელზე საშინელია. შეიძლება მართალი ხარ. არც ერთის ნდობა არ შეიძლება. გეთანხმები. რაზე ჩურჩულებთ? ფრთხილად. ჯალათი მაქსი ახლოსაა. ჯალათი მაქსი? ყურადღებას მომიაქცევ. ის უბრალოდ ჩაკზე ღელავს. ისევ პირველ სართულზე ვაპირებ დათვალიერებას. ახლოს იყო. ნუ აჩვენებ რომ გეშინია, თორემ შემდეგი შენ იქნები. თუ მაქსი მართლა მკვლელია, მაშინ მას შენი მოკვაც მოუნდება. არ მინდა ჯალათი მაქსის სამზარეულოზე აღმოჩნდე და შენს ყვიტი ამის თქმა. არ მგონია მაქსმა ჩაკი შეჭამოს. კარგი. გამარჯობა. არის აქ ვინმე? როგორ შანს აქ არავინაა? მთელი სახლი გაუჭრიკეთ. გირჩევ, მისაღებ ოთახში დავბრუნდეთ და სხვებს დაველოდოთ. კარგი. ვიღაც მოდის აქ. ეს მკვლელია. რასაკეთებ თქვენ აქ? ჰეი, ნუ შეგვეხები. რატომ ყვირი ხარ? უბრალოდ გეკითხებით. ზებდით მინიშნებებს. მაგრამ ვერაფერი ვიპოვეთ. გაცმუნებული ხარ? გაცმუნებული ვარ. მაშინ მისაღებ ოთახში დავბრუნდეთ. მაქსი უკვე გველოდება. აბა, იპოვეთ რამე? მე და დიანამ მთელი მეორე სართული გადავქეკეთ. ვერაფერი ვიპოვეთ. სათავსო და ოფისი შევამოწმე. ისინი ცარიელი იყო. და აბაზანაშიც ვეძებე. ერთ რამეს ვიტყვი. ჩაკისთან სველი ადგილიც კი არ დარჩენილა. შესანიშნავი ხუმრობებია. კიტი ჟრუანტას მიქნის. კი, მეც. კარგით რა. უბრალოდ თვითონ გაგამხიარულოთ. სუდაგ დამოგდეს. ვინ არის აქ ამ დროს? ჩაკი დაბრუნდა. ალბათ მაღაზიაში წავიდა და რაღაც დამშხვები მოიტანა. ჩაკ, რატომ ხარ ასე უცნაურად ჩაცმული? რა მოხდა? მას სახე საერთოდ არ აქვს. სახე არ ჰქონდა? მოსვენებას გულისხმობ? შეხედე მის ფეხებს, ისინი მთლიანად სველია. ეს დიანას მონათხრობიდან იმ ბიჭის მოჩვენებაა. ეს შეუძლებელია. ეს უბრალოდ ზღაპარია. ის აქ მოდის. რა უნდა ვქნათ? ვიცი რა ვქნათ.
მოჩვენებებს მარილის ეშინიათ, სანამ ამ წრეში ვართ, უსაფრთხოდ ვართ. ჩვენ აქ ტყვეობაში უფრო ვართ. არა უშავს, ჩაკი მალე მოვა და გვიშველის. არა მგონია ჩაკი საერთოდ დაბრუნდეს. კიტი მართალია. ამდენი ხანი წრეში ვერ გავჩერდებით. იქნებ ნიორი შეაშინებს მას? მხოლოდ ვამპირებზე მოქმედებს. მოჩვენებები მხოლოდ ღამით ჩნდებიან. თუ დილამდე დაველოდებით, ის გაქრება. თავაზობ რომ ღამე აქ გავათენოთ? ეს ყველაზე მარტივი გზაა. საკმარისი ადგილია. მხოლოდ ბალიშები და საბანი უნდა ვიშოვოთ. შეხედე, ისინი იქ არიან. მე მოვიტან მათ. მოიცა, წრის გარეთ გასვლა შეიძლება. ნუ გეშინია, სწრაფად მოვალ. ძლივს მოვასწარი. აღარ წახვიდი ამ რისკზე. ხელავ? საერთოდ არა. ასე რომ სამი ჩვენგანი დაიძინებს. ერთი კი დარაჯად დარჩება და შემდეგ შევიცვლებით. გადასაწყვეტია, ვინ იქნება პირველი დარაჯი? მე ვიქნები. საერთოდ არ მინდა ძილი. კარგი, მაშინ ღამე მშვიდობისა ყველას. ბალიში მომეცი. მიშველეთ! რა მოხდა? მოჩვენება მაქსი წაიყვანა. როგორ არის ეს შესაძლებელი? ყველაფერი მარილით დავიცავით. როგორ ჩანს ვიღაცამ დაანგრია. წრე დანგრეულია. მეგონა მოჩვენება ვერ შეეხებოდა. მას ეს არ შეუძლია. წრეში მყოფმა ვიღაცამ გააკეთა. იქნებ ვინმე შემთხვევით წაშალა სიზმარში. ერთში ვიმეპარება. დიდი ალბათობით ჩვენ შორის მოღალატეა. კარგი რა. რატომ ფიქრობ ასე? ვიღაცას მაქსის მოშორება უნდოდა. და მე რატომ მიყურებთ? დაშორების შემდეგ მაქსზე გაბრაზებული ხარ. ამიტომაც მოიშორე. მე ამას არ გავაკეთებდი. იქნებ შენ ხარ? რატომ უნდა გამეკეთებინა ეს? მაქსს არ უნდოდა შენთან შეხვედრა. ამიტომ გაბრაზებული იყავი მასზე. მართლა არ არის. მოჩვენება შეეძლო ნებისმიერი ჩვენგანი წაიყვანა. მაქსს უბრალოდ არ გაუმართლა. მე მაინც დაგაკვირდები. მე კიდე შენ დაგაკვირდები. წე აღვადგინე და ახლა ჩვენ ვიზუნებს რომ არავინ არ დააზიანოს იგი. დავიზინოთ ისევ? თვალს არ დავხუჭავ. დიანას ვადევნებ თვალს. მე კიდევ ამელკას უნდა ვიყურო. მაშინ იქნებ სამაგიდო თამაში ვითამაშოთ? თუ ყურადღება გაგვეფანტება, დიანა რამეს მოგვიწყობს. იცი რა? წავალ და მაგს ვიპოვი. სერიოზულად ამბობ? ის ახლა ხან გაუჩინარდა, ამიტომ მისი გადარჩენა შეიძლება. არც კი იფიქრო ამაზე, ეს საშიშია. ყველაფერი ჯობია მოღალატესთან ერთ წრეში ზომას. ამბობს თავად მოღალატე. კიტი, ჩემთან ერთად ხარ? სულ ხარ, მაგრამ აქ დარჩენა მირჩევნია. როგორც გინდა. ეს ძალიან გამაღიზიანებელია. მაქს ვიპოვი და დავამტკიცებ, რომ ჩემი ბრალი არ არის. მაქს, აქ ხარ? ნიშანი მომეცი. ერთი პოლიცა დარჩენილა. რატომ ხარ ასეთი მოწყენილი? დიანაზე ვფიქრობ. დაივიწყე ეს მოღალატე. ვიცი რა? მე ვნახე როგორ წაშალა მან წრე. მართლა? კი, წავიდეს და ჩვენ აქ უშაფრთხოდ ვიქნები. მაინც არ შეგვიძლია მოჩენებას მიცეთ მისი წაყვანის უფლება. შენ მის გადარჩენას აპირებ? დიანა ჩვენი მეგობარია. მე მას ვერ მივატოვებ. კარგი, მე შენთან ერთად წამოვალ. მადლობა, ნამდვილი მეგობარი ხარ. მარილს თან წავიღებ. თავდაცვისთვის გამოგვადგება. კარგია, ესე იგი ვიღაც იყო აქ. ეს დიანას ფანარია. ტყვეთ ხომ მას ჩავარდა? ნუ ემდობი კიტის, ის მათყუ არა. რაზე ლაპარაკობს ის? საინტერესოა. როგორ გაიგო დიანა? მართალია? დამსავი გოლი განათადგურე? ახლა ჩემი წასვლის დროა. ჰეი, გამიშვი. ვინ არის აქ?
მარილი მაქვს, ვერ შემეხები. ეს არ მუშაობს. ასე რომ შენ მოჩვენება არ ხარ. სიურპრიზი, ეს ხუმრობა. რა? მე და კიტიმ გადავწყვიტეთ რომ ხუმრობა გავეკეთებინა. ვიცოდით რომ მოჩვენებების ისტორიას დაიჯერებდი. ამიტომ გადავსვიდეთ გვეხუმრა. მოჩვენებად გადავიცვი და კიტიმ დამეხმარა შენს დაჭერაში. სად არიან მაქსი და დიანა? მე ისინი გვერდით ოთახში ჩავკეტე. იცოდე მე შენ მოკლავ. თავიდან ვიცოდი რომ აქ რაღაც რიგზე არ იყო. სახალისო იყო, არა? შენს გამო მე და ამელკამ კინაღამ მიჩხუბეთ. თქვენი ჩხუბი ჩემი გეგმა და თამაშის ნაწილი იყო. მაგარი ხუმრობა, არა? ვერ ვიჯერებ რომ სახლიდან გავაგდეს. იქნებ ძალიან ზებეთი მოგვივიდა? გოგოებს უბრალოდ იუმორის გზნობა არ აქვთ. ჰეი, ქურთუკები მაინც მოგვეცი. რადგან წვეულება დასრულდა, მე სახლში მივდივარ. მისმინე, შემიძლია სახლში წაგიყვანო? ვაუ, როგორც ზოგ აქ დროში? ეს პაემანი არ არის. უბრალოდ სახლამდე მიგიყვან. კარგი, წავიდეთ. ბავშვებო, თუ ვიდეო მოგეწონათ, ხოთ და ლაიქეთ და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოტოვოთ ახალი საშინელებათა ისტორიები. ნახვამდის ყველას!